საჯარო სკოლებში შესაძლოა საატესტატო გამოცდები დაბრუნდეს. ეს საკითხი განათლების სამინისტროში აქტიურად განიხილება. განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ჯერ კიდევ გასულ წელს საუბრობდა, რომ მოსწავლეებს დაწყებითი საბაზო და საშუალო საფეხურებზე გამოცდების ჩაბარება მოუწევდათ. საკითხს დადებითად აფასებენ გურჯანელი პედაგოგების და ფიქრობენ, რომ ეს სიახლე მოსწავლეებში სწავლების ხარისხს გაუმჯობესებს. სწორედაც მნიშვნელოვანია და აუცილებელია, რომ დაბრუნდეს გამოცდები. მე ჩემი კოლეგების ასესაც მოგახსენებთ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ აი პანდემიის დროს სწავლის ტემპი, ხარისხი შემცირდა, შენელდა, მოიხსნა საატესტატო გამოცდები და მოსწავლეებს დაეკარგათ мотиваციაც. და ნახეთ რა მოხდა, მშობლებიც, მოსწავლეებიც ისე ორიენტირებულები არიან ნიშნებზე. ანუ თუ კი არის ნიშნის მოთხოვნა, შესაბამისად ცოდნაც ხომ უნდა იყოს მოთხოვნადი და აუცილებელი და გამოცდების დროს, როდესაც იყო აი ეს ეგრეთ წოდებული კატის გამოცდები, მაშინ შეიძლებოდა ერთი მოსწავლე ჩაჭრილიყო, ან ორი მოსწავლე. მე ახლა მეეჭება რატომღაც რომ ეს რიცხვი ესევე დარჩეს. იმიტომ აი ამ წლებმა დაგვანახა ჩვენ რომ ბავშვები დარჩნენ აუცილებლობის და мотиваციის გარეშე და ვფიქრობ რომ უპრიანია მე საზოგადოების აზრიც ვიცი პედაგოგების აზრიც ვიცი, რომ უნდა დაბრუნდეს გამოცდები. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ სკოლაში დაბრუნდეს გამოცდები. იმიტომ რომ ბავშვები უფრო მობილიზებულები იქნებიან, мотиваცია ექნებათ უფრო, რომ ისწავლონ. ეხლა ისე არიან, რომელი საგნებიც სჭირდებათ მისაღები გამოცდებისთვის, ძირითადად მხოლოდ რეპეტიტორებთან დადიან იმ საგნებში და ასევე სკოლაშიც იმ საგნებს სწავლობენ და ეს დანარჩენი საგნები უგულებელ ყოფილია. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ზოგადი განათლება მიიღოს ბავშვმა, ამიტომ ჩემი აზრით ძალიან კარგი იქნება თუ დაბრუნდება. ნუ რა სახით იქნება ახლა ეს ვიცით რომ კატის გამოცდები იყო ის 8 გამოცდას 8 აბარებდნენ, ამ სახით იქნება თუ სხვა სახით, მაგრამ კარგი იქნება. მე მივესალმები ამას. მე ვთვლი საერთოდ რომ მნიშვნელოვანია გამოცდები სკოლაში და 14 წელს რომ ამირჩიეს სკოლის დირექტორად, ჩვენ სკოლაში შეიძლება ბევრმა არ იცის, დავნიშნეთ ზეპირი გამოცდები. ჩვენ ყოველ წელს წლიური გამოცდა გვაქვს მე-7 კლასიდან დაწყებული მე-11 კლასის ჩათვლით, 2 საგანი გვაქვს და ეს საგნები არ მეორდება მეორე მესამე წელს. ბავშვებმა უკვე ჩვეულებრივ შეგვაქვს წლიური გეგმაში ეს გამოცდები, იციან მშობლებმა, იციან ბავშვებმა რა საგნებში ექნებათ გამოცდები და მასწავლებლები ამ საგნებში უფრო მეტად მუშაობენ და ბავშვებიც გამოცდა რო იციან, უფრო მეტად მუშაობენ საგანში და იცით რა არის ეს ტესტები არა, მაგრამ რაღაცა ესეთი გამოკითხვები წერილობითი ბავშვებს ძალიან უჭირთ აზრის გამოთქმა. და ეს ზეპირი გამოცდა მე ვთვლი რომ ძალიან კარგია. საერთოდ გამოცდები ძალიან კარგია ბავშვის წლის ბოლოს. ეხლა ეს გამოცდები არ იქნება ყოველ წლის ბოლოს და არის საფეხურის გამოცდები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერ ერთი სკოლა, ნუ ეხლა არ იმოქმედებს ალბათ, ჯერჯერობით არ იმოქმედებს. მე არ ვიცი როგორ იქნება წლიურ გამოცდაზე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლებისთვის. ბავშვებისთვის, მშობლებისთვის, რომ ზუსტად იცოდნენ თავისი შვილი რა დონეზეა, რა ამა თუ იმ საგანში სად უჭირს, სად არ უჭირს და ძალიან მნიშვნელოვანია სკოლისთვის, იმიტომ რომ რეიტინგი იდება. ადამიანები ვართ და დავფიქრდეთ, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ გარკვეული პასუხისმგებლობა გვაკისრია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, უფრო მეტი მონდომებით ვეკიდებით, ვასრულებთ და გავდივართ უკეთეს შედეგზე. შესაბამისად, ბავშვმა რომელმაც იცის, რომ გამოცდა არ უნდა ჩააბაროს და ისე გავა სკოლიდან, თითქოს мотиваციაც ეკარგება, ნაკლებად შემოდის სკოლაშიც და ასე ვთქვათ, мотиваცია დაკარგული ბავშვი კი რა თქმა უნდა პრობლემების გადალახვის წინაშე, როდესაც დადგება, ეს მის ცხოვრებას სასიკეთოდ არ წაადგება. ვთვლი რომ აუცილებელია